ვისაუბროთ ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან. Ჩვენს ქვეყანაში მთავრობები დიდი ენთუზიაზმით არ უყურებდნენ ამ საკითხს და ბევრს არც არაფერს ამბობდნენ. იყო მცდელობები სიტყვის დონეზე, თუმცა საკითხი მალევე იხსნებოდა დღის წესრიგიდან. მეტიც, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტი თავის დროზე რუსეთს მიჰყიდა. რა რეალობის წინაშე ვართ ახლა და მართლაც არის თუ არა შესაძლებელი ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა. საბა ხუთშია გვერდება საინტერესო დეტალებით. პროექტი მოიცავს ჯამში 33 ტურბინის მშენებლობას, რომლის დადგმული სიმძლავრე არის 206 მეგავატი. საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებული ერთი ქარის ტურბინა, მექანიკური მონტაჟი დასრულებულია უკვე. პროექტს ახორციელებს ქართული კომპანია ფერი. მაქსიმალურად დახვეწილი არის პროექტი როგორც გარემოსდაცვითი კუთხით, ისე სოციალური კუთხით და ტექნიკური საინჟინრო კუთხითაც. პროექტის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება მომავალი წლის ზაფხულში. სოფელ რუისის მიმდებარედ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილი რუისის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ის ელექტროენერგიით 300,000-ზე მეტ ოჯახს მოამარაგებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არის დაახლოებით 230 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც უმეტესი ნაწილი უკვე განხორციელებული არის. მასმერაც პროექტი შევა ექსპლუატაციაში, ყოველწლიურად გადასახადების სახით ბიუჯეტში გადაიხდის დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე. რუისის ქარის ელექტროსადგური ამ ტიპის მეორე დიდი ენერგეტიკული ობიექტი იქნება შიდა ქართლის რეგიონში და გაცილებით მძლავრი ვიდრე გორის ქარის ელექტროსადგური. ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე მთავრობის მეთაურმა 10 დეკემბერს ბრიფინგზე ისაუბრა. ჩვენი სტრატეგიული მიზანია საშუალოებრივ პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითქმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს. ენერგეტიკის სისტემის განვითარების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება დავალიანებები, ჯარიმებისა და საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს ამ ბარიერების მოსახსნელად. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაბატიები ჯარიმებიც. გადაწყვეტილების მომზადებაში ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ პატიება არა შერჩევითი, არამედ გამჭვირვალე პროცესი იქნება და ენერგეტიკის დარგში მოქმედ ყველა კომპანიას შეეხება. ამ ინიციატივის საფუძველზე ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა მათ შორის ინვესტორებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო შეუთანხმდება ახალ ვადებზე ინვესტორებს, ახალი ვადების შესრულების მონიტორინგი მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან იქნება საკმაოდ მკაცრი და ხისტი, თუმცა მეორეს მხრივ სახელმწიფო განაგრძობს იყოს ძალიან დიდი მხარდამჭერი თითოეული იმ კეთილსინდისიერი ინვესტორისა, რომელიც მოტივირებულია და რომელსაც აქვს სურვილი და განზრახვა, რომ ნამდვილად თავის წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. კონკრეტული დათქმით დავალიანებების ჩამოწერა ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს. კომპანიებს უნდა მოიხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და ამავდროულად უნდა დარჩეს მაქსიმალური мотиваცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად. პირველ რიგში ჩვენ მოვიგეთ დრო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ 9-10 თვით რომ ან თუნდაც 1 წლით რომ გაგვეჩერებინა ამის გარკვევაში, ვინ კეთილსინდისიერია თუ არა კეთილსინდისიერი, ფაქტიურად ეკონომიკა გაგვიჩერდებოდა, იმიტომ რომ ენერგეტიკა ძალიან დიდ კონტრიბუციას ახდენს ფინანსური თვალსაზრისით ეკონომიკის დარგში, ხო? შესაბამისად, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო და მიესალმება ამას დარგი და ეხლა მთავარი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ უკვე მუშაობა და უკვე გადავიდეთ შემდეგ სტადიაზე.
სახელმწიფო მოხსნა მთავარი ბარიერი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერმა ინვესტორებმა გაანაგრძონ ახალ დადგმულ ვადებში ენერგეტიკული პროექტების განვითარება, დასრულება იმისთვის, რომ ჩვენ წლიდან წლამდე ვნახოთ აჩქარებული ტემპი ენერგეტიკის სექტორში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი განსაკუთრებით საშუალოვადიან პერიოდში ეს არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს თვითმკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით. თუ ამ მოცემულობით გენერაცია 4600 მეგავატია, მისი 8000 მეგავატამდე გაზრდის მიზნით შეიქმნება დამატებით 4000 მეგავატის პროექტები, რაც ხელს შეუწყობს მოკლე დროში საქართველოს გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და იქცეს ელექტროენერგიის სტაბილურ ექსპორტიორ ქვეყნად, რაც ბუნებრივია არ შედის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა ინტერესებში. სამწუხაროდ ხშირად ამ ქვეყანაში ენერგოპროექტების წინააღმდეგ, ისევე როგორც მთლიანობაში საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ, მათ შორის სინგლფილდსის მაგალითით შეგვიძლია მოვიყვანოთ, გამოდიან სწორედ ერთი და იგივე ჯგუფები, რომლებიც ფაქტიურად სრულად ფინანსდებიან ერთი წყაროსგან და მათ თურმე შეუძლიათ თანაბარი წარმატებით ისაუბრონ ენერგეტიკის პროექტებზეც, სხვა საინვესტიციო პროექტებზე, მაგალითად დეველოპმენტის სფეროშიც, ადამიანის უფლებების ნაწილშიც, სიტყვის თავისუფლებაზეც და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს დასუსტება, საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ენერგოდამოუკიდებელ ქვეყანად გახდომა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ენერგოდამოუკიდებლობის პარალელურად საქართველოს ასევე მთავარი ამოცანა იქცეს ენერგეტიკის ექსპორტიორ ქვეყანად. ენერგეტიკული სექტორის განვითარება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ხელისუფლების პრიორიტეტია. ეს საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხი, არამედ სტრატეგიული ამოცანაა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. მით უფრო რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გეოგრაფიული მდგომარეობა საშუალებას იძლევა ქვეყანაში დაიწყოს მეტი ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა.